გესალმებით. პატიცემულო მაყურებლებო და მსმენელებო. წინა ვიდეო ისე უცებ გაითიშა. მე ძველი წინა ვიდეო არ წამიშლია. მაგის წინა ვიდეო არ წამიშლია და მეხსიერება არ იყო ტელეფონს და გაითიშა მოულოდნელად. ხო და ამიტომ ბოდიშ გიხდით და მე ცოტა უკან დავიწყებ და ისეთი ადგილიდან დავიწყებ ამ ვიდეოს თარგმანს, რომ გაუგებარი არ იყოს. ჩვენ შევჩერდით იმ ადგილას, როდესაც ბებია შემოვარდა ოთახში და დაეცა. ხო, ალიონა ადგა ამ ბებიას გვერდი ჩაუარა, თოვლი ბებიას გარშემო რომ იყო დაყრილი, ქარბუქით შემოყრილი, ის ნებოდა ოთახში, სახლში და ალიონამ გავედიო აივანზე და ასეთი სურათი წასგაოჩემდი. აქეთ მარჯვნივ სრაია იყო და ჭიშკრის მიღმა ქუჩაში ქარბუქი ტრიალებდაო. მოჩანდაო ხელები იმ არსების მე მას დაუძახებ არსებას, რადგან ის ადამიანი არ არის. ის არსება ტრიალებდაო. ხო, ვითომ ადამიანი რომელიც გვეგონაო, ტრიალებდაო. ჩანდაო ხელები და სახე და სხეული არ ჩანდაო ისე კარგად და იცდილობდაო ეს არსება აბაროტების გაძლიერებას. ესე იგი ტრიალი უნდა აჩქარებულიყო. ხო და უცებ მოხდაო მარცხენა მკლავზე თოვლი. თოვლი იყო ჩვეულებრივი თოვლის გუნდა კი არ იყო, რომლითაც ხოლმე თამაშობ ჩვენ. არა. ზამთარში რომ გუნდებს აყრიან ერთმანეთ იყო გაპრიალებული თოვლის გუნდა, თითქოს დანადგარზე დამუშავებული. და ეს ძალიან ძიმე იყო და მეტკინაო მხარი. ხო და გააგრძელაო იმ არსებამ თოვლის ამ გუნდების დაყრა. ხო, ესე იგი მხარზე მოხდაო და დავარდაო. ავიღეო და ხელში შემჩაო თოვლის გუნდა, როგორც გითხარით, მე გაპრიალებული თოვლის გუნდა. ხო და იმის მიუხედავად, რომ მე ბევრი ტასაზოდი მეცალა, მაგ თოვლის გუნდამ ჩალურჯება დამიტოვაო სხეულზე. რადგან ქვასავი ძიმე იყო და ეს მრავალი თოვლის გუნდა მოფრინავდაო ჩემსკენ. მე თავს ვარიდებდიო და მე არ ხდებოდაო, მაგრამ სახლის კედელს ხდებოდაო უკან. ერთი შუბში მოხდაო, ერთი თავშიო, შემდეგ მე წავიქეციო, მიწაზე დავეციო და ეს თოვლის გუნდებიო ხდებოდაო კედელს, სახლის კედელს, გარეთა კედელს. ხო, ამ ალიონას, ეს ალიონა სულ ატარებს ჩანთას, რომ იკიდებენ მხარზე ისეც. და როდესაც ვიღაც ბაბუა მამას გადასცა ძალა ბავშვობაში, შეაჭამარა დამპალი ხორცი და შავი ძალა გადასცა. საერთოდ ვისაც ძალა გააჩნია, ისინი ან გადასცემენ ძალას ვინმე თავის ნათესავს, ან ვინმე სხვას, ან მარხავენ მიწაში. და თუ ისეთი ადამიანი ვერ გამონახეს, რომელსაც ენდობიან ამ ძალას, საერთოდ არ ტოვებენ, მარხავენ მიწაში. გინდა თეთრი ძალა იყოს, გინდა შავი. და ამ ბაბუამ, როდესაც ეს გაიზარდა, სკოლა დაამთავრა, ალიონამ როდესაც სკოლა დაამთავრა, მიაკითხა ამ ბაბუას სოფელში და ბაბუამ მისცა ვერცხლის ჯოხი. ფერიებს რომ აქვენ ვერცხლის ჯოხი ასე, რომ ატრიალებენ. გახსოვთ ზღაპარი ფიფიაზე ზოლუშკაზე, გახსოვთ? ხო, იმდაგვარი ჯოხი აქვს ალიონას. ეს არის ყველას ვისაც ძალა გააჩნია, მნიშვნელობა არ აქვს, თეთრი, შავი, ყველას აქვს, უმრავლესობას აქვს იარაღი, არტეფაქტი. ალიონას შემთხვევაში იყო ვერცხლისფერი ეს ჯადოსნური ჯოხი. როდესაც ეს ჯოხი გააქტიურდებოდა, იარაღის მაგივრობას უწევდა და
ალონა ამბობს რომ მე ჩემს სუდას ხო თან ვატარებო და სუმკაში სულ მიდენაო ეს ჯოხი ეს ჩემი ჯოხი მე სასწრაფოდ ვიღებო ამ ჩემ ჯოხს რადგან მე მესმისო როგორც იქნაო ჩემ თავამდე მოვიდაო ჩემ ტვინამდე რომ ეს ადამიანი არ არისო და მე უბრალოდ გაკურებული ვარო რატო მანამდე ვერ მიხდიო მე ამასო ჩემი საქციელი მე ვერ ხსნიო ჩემ საქციელს კი ყველაფერი გავიგიო ყველაფერი გაირკვაო მაგრამ ჩემ საქციელს ახსნა მაინც არა აქვსო ვერ ხსნიო ჩემ საქციელს და მე დავწმუნდიო რომ ეს მოვიდაო ჩვენ წინამდე რომ ეს ადამიანი არ არისო ხო ეს არცება იყო ღობის მიღმა ჭიშკრის მიღმა იქეთ გზისკენ მაგრამ იმ მომენტში უცებ აღმოჩნდა სახლის ეზოში სახლის ტერიტორიაზე შიგ ეზოში უცებ აღმოჩნდა ეზოში ხო ის აქეთ მოიწევდაო ტრიალით იმ ქარბუქში ტრიალით მოიწევდაო და თან გუნდებს ისროდაო ესე იგი თოვლისგან შექმნილი კონსერვური მორეს ჩამოგავდაო თან ეს მორე ტრიალებდაო და მისგან მოდიოდაო საშინელი სიცივე და ეს არცება ჩემსკენ მოიწევსო მე გავაქტიურიო ჩემი ჯადოსნური ჯოხი მე ვხედავო სახეს ხედავო თვალებს მის ნაკუც მესაც ხედავო ჩემი იარაღიო ნებისმიერ არსებას გაუმკლავდებაო ისე არიან ისეთი დემონური არსებები რომლებსაც ადვილად ვერ გაუმკლავდებიან არიან ისეთებიც მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ყველას უმკლავდებიან ყველას აქვს თავთავისი იარაღი არტეფაქტი მაგრამ ეს არსება იყო გონიერიო ეს კარგია როდესაც არსება არისო გონიერი რადა არის ისეთი არსებების რომლებსაც არანაირი გონიერი არ გააჩნიათ პატარა ბავშვებივით არიან ჩვენი ბავშვებივით მე ჩემი ჯადოსნური ჯოხი წავწიო წინ და ვუთხარიო იცოდეო არ წამოიტიო ჩემსკენ და ჯოხი დაუმისნეო დაფიქრდი მეთქი უთხარიო დაფიქრდიო სანამ ჩემსკენ წამოიწევიო ის გაჩერდაო თან მაინც ტრიალებსო ის კონსერვური მორევი ტრიალებსო ქარბუქის მაგვარი მორევი ისეთი სანახაობა იყო დგასო მაღალი მასიური ადამიანი და ეს ადამიანი ტრიალებსო და მე ვამჩნევო რომ ამ თოვლის ქარბუქის მორევში სისხლის წვეთებს მე საჩილად ცივაო იმის მიუხედავად რომ გარეთ არ ცივაო რადგან ეს სიცივე მოდის მისგანო ალბათ სადღაც 9 საათიო მიახლოებით ვიდექითო ერთმანეთის მოპირდაპირედ ორივე ერთმანეთს უყურებდითო ის არ უყურებდა რასაკვირველია ის ტრიალებდა მაგრამ ტრიალის მომენტში ხომ მაინც ნახავდა 10 ნაბიჯის მანძილზე ვიყავითო ერთმანეთისგან და ბოლოს კიდევ რამდენიმე თოვლის გუნდა გამოვარდა ოღონდ ისე არეულ მიმართულებით შემდეგ თანდათანობით ეს ქარბუგი ნელდება და რჩება ის არსება თავისი სხეულით ხო და მე როგორც შევძელიო გარკვევა ეს იყო ქალური სხეული ესე იგი იყო ქალი ეს არსება იყო დედრობითი სქესის სულ ძვლიანი მასიური ჯერადივით იციან ლაპარაკი ხოლმე მაღალ ქალებზე მაღალი ქალი თეთრი კანით და ის ეცემა მიწაზე მარჯვენა მხარეს და ემბრიონივით აიკეცება ხო ემბრიონივით ფეხები მოხუნული მოიხუნაო რა მე მივუახლოვდიო და ნახეო რომ თვალები დახუჭული აქვსო ქუთუთუები ისეთივე ცისფერი ფერისაო მის გამოდისო სიცივე მაგრამ ეს სიცივე ნელ-ნელა ქრებაო მაგრამ ისეთი სიცივე მანამდე რომ იდგაო არ არისო არც თოვლი არისო და ყველა თოვლი დადნაო არც ერთი თოვლის გუნდა რომელიც მოხდა სახლის გარეთ აკედელს არც ერთი არ დაფშნილა მაგრამ შემდგომ ყველა დადნა სახლიდან გამოდის ბებია და წუწუნით ოი ბებიას ჩავებღაუჭო
გუმკელზე ასე ვკიდებო ხელს ორივე ხელებით და ვეკითხებიო ქალო მითხარი რა არის ეს გეფიცეფე ხარითი რას გავაკეთებ თუ არაფერს მეტყვიო უთხარიო მას მითხარი ახლავე რა არის ესო მან კი დაიწყო ო ხადრია მე ვერ გავიგიო რა არისო ადრე ბოლოს გავიგიო რომ რაღაც ადრე მოხდაო დროზე ადრე და ბებიამ დაიწყო ლაპარაკი სახში უნდა შევიყვანო მაგი არ დგებოდაო ეს აცება რომელიც დაწვაო მიწაზე არ დგებოდაო მაგის აცება იყო შეუძლებელი მე არ ვიცი ის რამდენს იწონიდაო მაგრამ ძალიან მძიმე იყო მაგრამ ვაი გლახა ვაი ვույთი ნუ რაღაცნაირად მე და ბებიამ ეს აცება შევათრიეთო სახში და დავაწვინეთო ლოგინზე მე და ბებია ორივე მიუჯექითო მაგიდას იქვე მაგიდაზე იდვაო ქვაბი დაუმთავრებელი დაჭრილი კურდღლის ბაჭის ხორცები უბრალოდ და ბებიას ვეკითხებიო ისევ რა არისო ეს ოხ ბებიამ დაიწყო ოხ ჯერ ადრეა რა არისო ადრე ვეკითხებიო და ვეკითხები ეს რა არის მეთქი რა იყო ეს ყველაფერი და ისევ დაიწყო განმეორება ჯერ ადრეა მე გზნობო რომ უკვე აჰა საცხა ამო მესხმებაო სიბრაზე და მე ასე მომივიდაო რომ აქედან სასწრაფოდ უნდა წავიდეო არა მე არაფერს არ შევშინებია უბრალოდ არ მინდოდაო იქ დარჩედა უბრალოდ ზოგჯერ ისეთი მომენტები არისო ისეთი მომენტები დგებაო რომ სჯობსო წახვიდეო ავიღე ჩემი რუგზაკი და ბებიას ვუთხარი სადაც გინდა იქ გააკეთე ეს აქ თუ ვერ გააკეთებ ეგერ მეორე სახლში დაანთე ცეცხლი და გააკეთე მეთქი საჭმელი შენთვის მე ხა მივდივარო ვუთხარიო მე ბებიას მე ხა უნდა წავიდეო და რაც კი მქონდაო საკვები დარჩენილი იგიც დაუტოვიო ბებიას ჩამოტანილი საკვები მეორე დღეს საღამოს მე იქედან წამოვედიო არა მე შიშის გამო არ გავიქეციო იქედან ის კი არა ცნობის მოყარეობას არ გამაჩნდაო თუ იმისა თუ ეს რა იყო არ ჩავდებულვარო როდესაც დაბრუნდიო ჩემ ქალაქში კლანისთვის არაფერი მithქვამსო ხო ეს იყო კლანში ყველა ესე იგი მისგადა კიდევ ერთი იყო შავი ძალის მფლობელი იმან თეთრი ძალა არ მიიღო ვარითქვა თეთრ ძალაზე მაგრამ კლანში დარჩა დანარჩენი წევრები იყო ყველა თეთრი მაგიის წარმომადგენლები ერთი იყო მკურნალი და ეს იყო ერთი შავი ძალის მქონე ორი ძალის მქონე შავის და თეთრის მაგრამ მე იმის შეგრძნება მქონდაო რომ ეს ისტორია არ იყო დამთავრებული ჯერ უნდა დავლოდებოდიო შემდეგ გავედი ეს ქალი მუშაობს ომსკის ბაზარზე და გავედიო სამუშაოდ ბაზარზე იქ დახლი აქვს და შემდეგო აზრმა გამიევაო რომ მე უნდა დაბრუნდეო იმ სოფელში და უნდა დაბრუნდეო ზამთარში რატომღაც ზამთარში მომიდაო იქ დაბრუნება მე გადაწყვიტიო მოვლენებები არ დამეჩქარებიაო და დაველოდეო ზამთარს ოღონდ არ ვიცოდი თუ რომელი ზამთრისფერი იქნებოდაო იანვრის თვის ბოლოს გადაწყვიტიო მე წასვლა სოფელში გზას ვიმახსოვრედიო პირველი ჯერიდანო მე თითქოს მე ვიცოდი იქ რატო ბრუნდებოდი რადგან მე გრძნობდი რომ ამ ამოცანას აუცილებლად გამოვიცნობდი ვიცოდი რომ გავიგებდი თუ ეს არსება რას წარმოადგენდა ვინ იყო ეს ქალი იმ მომენტისთვისო მე ფლობდიო იმდენი ცოდნითო რომ მიხდიო რომ ეს ბებია იყო დონორი მცველი ანუ დონორი მცველიც და დონორიც მაგრამ მე რომ იქ ჩავედიო სხვა რამე გაირკვაო კიდევ ერთი დეტალი ის მარტო დაცვა კი არ იყო ის იყო სხერპლი ანუ დონორის და დაცვა დონორის სხერპლი ერთდროულად და მაგბებია მიცუდაო რომ ის იქნებოდაო სხერპლი მორიგი სხერპლი იმ არცებისა მე სოფელში რომ ჩავედიო მივედიო იმ სახლში სადაც ისინი ცხოვრობდნენო და ასეთი სურათი წარდგაო ჩემ წინაშე სადაც ბებია იწვა იმ ლავკის იმ ლოგინის და მაგიდის შორისო ეყარაო იატაკზე ის ტანსაცმელები რაც ეცვაო ბებიას
მაგრამ თვითონ ბებიაო არცად ჩანდაო. არც არსება ჩანდა. ლოგინი იყო ცარიელი, მე მანქანით არ მისულარო სახტა. მანქანა გზაზე დავტოვეო, რადგან იყო ზამთარი და ფეხით გავედიო. იმ წელს თოვლი არ იყო ბევრი, მაგრამ ეს იყო ქალაქ გარეთ და მანქანა დავტოვე გზაზე. მე ფეხზე მეცვალ სპეციალურად შეკვეთით შეკრილი მაღალი ჩექმებიო, მეცვალ თბილად. მე გამოვედი სახლიდაო, იყო მშვენიერი, ამიდი ჩემამდე მოდიოდაო ტყის როგორ გითხრათ, სუფთა ჰაერის შეგრძნება იყო მოღრუბლო ამინდი, ხეები თოვში იყო ჩაფლული. მე გავიხედე, მიმოვიხედე, ნაკვალევი არცად ჩანდა. მე დაღლილი კი ვიყავი, კი ადვილად მივდიოდი, მაგრამ დაღლილი ვიყავიო და ვიცოდი, რომ არ უნდა დამესვენაო. ცნობიერება მაძლევდაო ძალას და მე მივედიო ახლო ტყემდე. ეს იყო პატარა არყის ტყე, ბერიოზა არის არყი და ეს არყის ხე, პატარა არყის ხე ყოფილა იქ. მე შევედიო ტყეში და ტყეს გავუყევიო პირდაპირ. კი, მარჯვნიდან და მარცხნივ იყო ტყეები, მაგრამ მე პირდაპირ გავყევიო ტყეს. როდესაც მე გამოვედიო ამ ტყიდან, მე ჩემ თავს მოვუსვინეო. იმ ზამთრის ბუნებამო მე არ დამამშვიდაო, უბრალოდ არ მომადუნაო. უბრალოდ მაპატიეთ, ამ ზამთრის ბუნებამ მე მომადუნაო. ცოტა მოვდუნდიო. არას ვერ გავიგე რა თქვა. მივდივარო ნელ-ნელა. მაინდამაინც არაფერს გრძნობდიო. იმის გარდაო, რომ სუსტ ვიბრაციებს გრძნობდიო სხეულში და გრძნობდიო, რომ სწორ ზუსტად იქითკენ უნდა წავიდეო, სადაც მივდიოდიო. მე შევუხვიო მარჯვნივ იქ გამოსასვლელი ვიპოვეო. მე გავაგრძელებო გზა პირდაპირ, შევუხვიო მარცხნიდან წავედიო პირდაპირ. მე ის არსება უცებ ვერ შევამჩნიეო. ის იდგა ჩემგან მარცხნივ, მაღალი. წარმოიდგინეთ, მას ეცვა შუბა, ქურთუკი, მაგრამ ეს ქურთუკი არაფრისგან არ იყო გაკეთებული. ეს იყო თოვლის ქურთუკი. და ალიონა აღწერს ახლა თუ როგორ გამოიყურებოდა ის არსება. ეს თოვლის ქურთუკი უბრალოდ კი არ ეყარაო ეს თოვლი მას სხეულზე, არამედ ხომ გინახიათ, ახლა მე ალბათ მისმენს ჩემი ასაკის ხალხი მიახლოებით, შეიძლება უფროსებიც, თუ უფროსებიც უსმენენ, საბჭოთა კავშირს ვით მოესწრო, საბჭოთა კავშირის დროს იყო რუსული მისალოთი ბარათები, ახალი წლის მისალოთი ბარათები, სადაც ხოლმე გამოსახავდნენ თოვლის ბაბუას და თოვლის ქალს. სნეგურაჩკა ხომ გინახიათ, რომაცვია ტანსაცმელი ვარატნიკი საყელო უფროსურად მაპატიეთ, ეს ხელები სახელური აქანე ამხელა მანჟეტები, ხო? იმისგან ორაშუდახენ დამავიწყდა ბეჭვისგან, მაგრამ ეს იყო თოვლის ქურთუკი, ისევე დააყრილი ბოლომდე, მიწამდე, გრძელი, ეს მანშეტებიც ქონდა თოვლის და ზღაპრებში ხომ გინახიათ, უფროს თაობას გულისხმობ. ჩვენ დროს იყო ზღაპრები, რუსული ზღაპრების ყურება სულ მიყვარდა. ისეთი ქურთუკები ეცვათ ადრე ძველად ფართო სახელურებით და ამ სახელურში იყოფდნენ ხელებს გასათბობად და ასე იდგნენ. ზღაპრებშიც იყო ასეთი პოზები. აი ამდაგვარად იდგა და ქონდა ხელები ჩაყოფილი ერთმანეთში. თითქოს რაღაცისგან შეკერილი ქურთუკი ეცვაო. თავზე კიდე ეხურა თოვლის ქუდი. დიდი თბილი მისგან ბეჭვისგან რომ იკერავდნენ ადრე რუსეთში
კერავდნენ ქუდებს, აი იმდაგვარი ქუდები თავისი გალამაზებული ზოლით ასე ისიც თოვლისგან ყველაფერი შექმნილი. ეს დიდი უსამასარი საყელო თოვლისგან ისეთი სილამაზე იყო, ამას რომ ახსენს ალიონა, თვალსაც ეტყობა ემოციები. ისეთი სილამაზე იყო, თვალს ვერ მოაშორებდიო. და იმის იქნა გამომდინარე, იმის მიუხედავათო, რომ მზე არ აცხუნებდაო, თოვლი ლივლებდაო ფერებით. და ღიად იყო მხოლოდ მისი სახე, რომელიც მე მქონდაო ნანახი შემოდგომაზე. და ალიონა ამბობს, რომ მე ერთ გამოთქმას ხმარობ ხშირად პირყოფილი სილამაზე. მაგრამ მე არ მესმოდაო თუ რას ნიშნავდაო სინამდვილეში ეს სიტყვა. აი ზუსტად მასეთი პირველადი სილამაზით წარსგაო ჩემ წინაშე ის არსება. ეს არსება იყო არაჩვეულებრივი ლამაზი. ისეთი ლამაზი იყო ამ თოვლის ქურთუკში, მეტი არ შეიძლებაო. ის იდგაო მარცხნივ ჩემგან 10 ნაბიჯის დაშორებით. მე მომინდა მაგის ქურთუკზე შეხება. მე ნელ-ნელა თანდათანობით მას ვუახლოვდებოდი და ხელი გავწიე მისგან, ხელი ჩავყავი მის სახელურში, ამოვიღე ის თოვლი და იქ ხომ დარჩა ორმო, ის ორმო შეივსო ისევ თოვლით. ეს არის აუღწერელი სასწაული. ის იყო ჩემზე მაღალი, ბევრად მაღალი. მე მას მიახლოებით კერდამდე ცდებოდიო. მისი ტუჩები იყო მაგრად დამუწური, ის მიყურებდაო მე არანაირი შიში არ მქონდაო. ტყე იყო ახალი სურნელით. მე 3 ნაბიჯით უკან დავიხიო, ამოვიტანეო ჩემი ჯოხი და იმ წუთასვე ის არსება, მაგრამ მე მის მოკლას არ ვაპირებდიო, რისის ამოვიღეო ჩემი ჯადოსნური ჯოხი არ ვიციო, სიმართლე გითხრათო. და როგორც კი ამასებამ დაინახაო მე ჯოხი რომ ამოვიღეო, იმ წუთასვე მთელი სისხლებით გადაადგილდაო ჩემგან მოშორებით დადგაო. 30 ნაბიჯი გვაშორებდაო სადღაც მიახლოებით ერთმანეთისგან. ჯოხი რო ნახაო მაგის შემდეგო მომცილდაო, მომშორდაო 30 ნაბიჯის მანძილზე. და უცებ გავიაზრეო, რომ ეს არსება ჩემზე უფრო სუსტიაო, რადგან ჩემი ჯოხი მაგის ძალაზე უფრო ძლიერიაო. და მივხვდიო, რომ ამ არსებას ჩემი ჯოხის ეშინიაო. საერთოდ არსებებმა არ იციანო ეს რა ჯოხი არისო. მაგათ ჯოხიც კი არა, მაგათ საერთოდ ამ არსებებს ეშინიათო ვერცხლის. ხო, ალიონას ჯადოსნური ჯოხი არის ვერცხლის. და ვერცხლის ყველა არსებას ეშინია, ოქროსი არ შეეშინდებათ, მაგრამ ვერცხლის ყველა ნებისმიერ ფორმაში ვერცხლის ეშინია ყველა არსებას. მე დავუყვირიო, არა, არ წახვიდეო და ჩემი ჯოხი უკან შევინახეო ჩანთაში. და ვთხოვ ამ არსებას, რომ არცად წავიდეს. და მე მივუახლოვდი მას. იქ იყო უფრო ხმა თოვლი. მე ავწიო ხელები და ვაჩვენეო, რომ ხელები ცარიელიაო და ვთხოვო, არ წახვიდეო. ის გადაადგილდებაო, ეშინიაო ჩემი. მე ვთვლიდი, რომ იმ არსების განადგურების უფლება არ მქონდა. როდესაც შენ მიდიხარო ადამიანებთან დასახმარებლად და ეჯახებიო არსებას, ამ შემთხვევაში არსება ადამიანი ცხოველი ან ჩიტი კი არ არის. ამ შემთხვევაში არსებას რუსულად უწოდებენ სურსნეც, მაგრამ რადგან მე ვერ ნახე მეტი სხვა თარგმანი ამ სიტყვისა, რადგან ინტერნეტი თარგმნის როგორც არსებას.
მაგრამ მე რუსულ სიტყვას იმიტომ ვიხმარებ, რომ თქვენ მიხვდეთ თუ რა განსხვავებაა. Сущность и существо. კვლები არა მას და ვერ გამოვთქვა. Существо. იხმარება ეს სიტყვა ადამიანების მიმართ, ცხოველის მიმართ, ცოცხალი არსებების მიმართ, რაც კი დადის დედამიწაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში არსებას, რომელსაც მე გულისხმობ, ის არის сущность. ერთად იწერება сущность. сущность. დიახ. დაუშვათ, როდესაც დაუშვათ რუსულად თქვენ შეხვდებით ამ სიტყვას, იცოდეთ, რომ ის არ არის ადამიანის არსებად ითარგმნება, მაგრამ არ იგულისხმება ადამიანი, ცხოველი ან ფრინველი. ის იგულისხმება რაღაც რეალური, კი, რომელიც ცხოვრობს დედამიწაზე, მაგრამ ადამიანებს არ ეკუთვნის. და ამ შემთხვევაში, როდესაც მე მუშაობო და ხვდებიო ასეთ არსებებს, ამდაგვარ არსებებს, მე ვარო ჩემი თავის პროკურორიც, ადვოკატიც. და მე ვწყვეტო, დავტოვო თუ არა ეს არსება ცოცხალი. რადგან მე მუშაობო ამ საქმეზე. ესე იგი მე ვიღებო გადაწყვეტილებას თუ როგორ მოვიქცე არსებასო. როგორ ჩავთლიო საჭიროდ. ამ არსებას ჩვენ ვუწოდებთ, თუმცა სინამდვილეში მას ექვიაო მაგას, ჩვენ მას ვუწოდებით nix i vilgo. ეს არის ლათინური სახელი. რუსულად კი ის ითარგმნება როგორც სნეგურეჩკა, ანუ თოვლის ქალი. წამოიდინეთ ახლა, თურმე ის ზღაპრების სნეგურეჩკაზე არ ყოფილა ზღაპარი. ეს ყოფილა სინამდვილე, რომელიც ხალხმა ლეგენდების და ზღაპრის სახით მოიტანა ჩვენამდე. ნუ როდესაც ხო ეს რასაც ჩვენ უწოდებთ ზღაპარს, ზღაპრის ფორმა მისცეს, რომ დაიცვათ, შეენახათ თავიანთი შთამომავლებისთვის. თორე ის რაც ზღაპარია, სინამდვილეში რეალობაა. ზღაპარში ვცხოვრობ ჩვენ. თამაში. თუმცა ახლა უკვე ისიც გამოსწორდა. ჩვენი რეალობაც გამოსწორდა. ან სწორდება ნელ-ნელა. ეს არსება არის ნამდვილი თოვლის ქალი, ან ცივი სნეჟная королева. მე მიყვარდა ძალიან ეს ზღაპარი, მუთუმიც არის გადაღებული. კინოც არის გონი თუ არ ვცდები, მაგრამ მუთუნი დანახე მაქვს. ძალიან მიყვარდა ეს ზღაპარი. სნეჟная королева. ყინულოვანი დედოფალი. აი, ის ყინულოვანი დედოფალი არის ეს ჩვენი ნიქს ივილკო. იმ ქალიშვილების და ქალბატონების პროტოტიპია, რომლებსაც ჩვენ ვუკეთებთ შეკვეთას და რომლებიც მოდიან ჩვენ შვილებთან საჩუქრებით, ვითომ მოვიდა თოვლის ქალი, ან თოვლის ბაბუა, ან თოვლის ბაბუასთან ერთად. ხო, და ეს არსება არა მოსული არცაიდან, არც პარალელური სამყაროდან, არც გამოვარდნილია რომელიღაც კარიბჭიდან, ან რომელიღაც ხრელიდან, არა. არ ვიცი სამწუხაროდ საბედნიეროდ. ეს არსება ცხოვრობს ჩვენ დედამიწაზე, ბინადრობს ჩვენ დედამიწაზე. მაგით უგეუბნებით. ეს არის სოფელი, სოფლებში ხდება ეს ასეთი ამბები. აბა ქალაქში არ მოგიბათ თქვენ თოვლის ქალი. თავს არ გაჩვენებთ. ალვინ ამბობს რომ მე არ ვიციო ის ერთიაო თუ კიდევ არისო რამდენიმე თოვლის ქალიო. მე მას შევხვდიო პირველად. როდესაც მე შემოდგომაზე ვიყავიო აქ, მე ვერაფერი ვერ ვიგრძენიო. მე არ მისმუნდაო თუ
ეს რა იყო ან ვინ იყო? ალენა ამბობს, რომ ის რაც ვიციო მე ამ არსებაზე, ეს არსება ჩდებაო იქ, სადაც არისო სოფლები. ანუ სადაც ცხოვრობსო ხალხი. მე მქონდაო რამდენიმე წამი, რომ ყველაფერი გავხსენებოდაო. და მე ვიფიქრეო, რომ რადგან ის აქ არისო, ესე იგი ახლომახლოს სადღაც ცხოვრობენო ადამიანები. და როდესაც ეს თოვლის ქალი ჩდება ხოლმე, ხალხი ამას გებულობს. არ ვიცი როგორო, მაგრამ ხალხიო ამას გებულობსო. ხდებიანო. ჩვენ ვცდილობდითო გაგვეგო ხალხისგან, თუ ისინი როგორ ხდებოდნენო ამ თოვლის ქალის გამოჩენას. ის სახდება ადამიანებისგან ცალკე, განცალკევებით. ამ დროს, ესე იგი, ამ შემთხვევაში მან აირჩია მიგდებული სოფელი, სადაც იწვა ზამთრის მოსვლამდე და ეს არსება აქტივირდება ზამთარში. და თუ ეს არსება სახლდება სოფელში, ყველა თითო სოფელმა უნდა გამოდიოწოს თოვლისგან თოვლის ქალი. საერთოდ საიდან გაჩნდაო სინეგურაჩკა? ბებია და ბაბუამ გამოდიოწეს თავისთვის თოვლისგან გოგონა, რომ მოწყენილობა გაიქარწლათ და ამ ძველი მითხრა მოთქვით ასეთნაირად გაჩნდა სინეგურაჩკა თოვლის ქალი და ყოველ სოფელში უნდა მოეძებნათ თოვლისგან ეს სინეგურაჩკა არ იყო სავალდებულო მთლიანი სიმაღლით, შეეძლოთ ნახევარი სიმაღლით ზომის კიდევ მოეძებნათ თოვლისგან, გუნდებისგან, თოვლის გუნდებისგან და ის ამას აკონტროლებს ის თოვლის ქალი, აბარა აკონტროლებს, მან იცის სად დგას მისი ძეგლები. რა მოხდება თუ ისინი არ მოდიოწავენ ამ თოვლის ქალს, არავინ ხო და თუ არ მოდიოწავენ და რა მოხდება ამის შემდგომ არავინ გვითხრაო. ხო, სოფლის მოსახლეობას არ უყვარს ამ თემებზე საუბარი, რადგან ეს არსება არისო საშიში და არისო საშიში იმით, და როდესაც ზამთარი თავდება, ეს სინეგურაჩკა მიდის საძინებლად. როგორც დათვლის ზამთარში დათვს თავის სოროში, ისე იძინებს სინეგურაჩკა მთელი პერიოდის მეორე ზამთრამდე. როგორც მე ვნახე ის შემოდგომაზე. და ვინმე სოფლიდან უნდა წავიდეს თავისი ნებით ამ სინეგურაჩკას ამ არსების დასაცავად და უნდა გახდეს დონორი. ანუ მსხვერპლი. ანუ არა, დონორიდან მსხვერპლი სხვადასხვა მნიშვნელობისაა, მაგრამ დონორიცა, დამცველიცა და მსხვერპლიცა სამი ერთში. რატომ ამას ახლახან რატომ დონორი, ამასაც აგიხსნით ახლა. რატომ დონორი და რატომ მსხვერპლი? ახლა ვინც ფეხზე დგახართ, დაჭექით, რადგან ახლა რასაც გეტყვით, თუ სუსტი ნერვების პატრონი ხართ, არ მოусმინოთ. თორემ მე ცუდად არ გახდეთ. სოფლიდან ნებით ირჩევა ერთი ადამიანი, რომელიც შემდეგ სეზონამდე, ზამთრის სეზონამდე დაიცავს ამ არსებას და გახდება მისი მსხვერპლი. გახდება მისი დონორი. რატომ დონორი? როდესაც მოდის ზამთრის სეზონი და ეს არსება იღვიძებს, ის ხომ მთელი წელი თითქმის, მთელი, ესე იგი, გაზაფხულის, ზაფხულის შემოდგომა ხო ძინავს, ჭამა, ხო არ უჭამი არაფერი. და როდესაც ზამთარი დგება, მას სჭირდება ენერგია იმისთვის, რომ თოვლი გამოიწვიოს, რომ ჩაიცვას ამ თოვლიან ქურთულში, რომ ზამთარს ჩაუდგეს სათავეში, ხო? ამას ყველაფერს სჭირდება ენერგია. და საიდან მოიტანოს ეს ენერგია?
თუ 9 თვე სძინავს. ხო. და საკვირველია, ახლა რასაც გეტყვით, ვერ შეგაშინებთ ან გაბრაზდებით ან რა ვიცი, როგორი რეაქცია გექნებათ, მე არ ვიცი. ის თავის ცველს ჭამს. როდესაც იხვიტებს. დიახ, და დონორობაზე მიდიან ამ ცხოვრებაზე კიდევ გეუნებით საკუთარი ნებით. ვიღაცამ ხო უნდა გატიროს თავი. დიახ, და ალენა რომ ამბობდა პირველ ვიდეოში, პირველ ნაწილში მივუტანეო პირთან, პირი გააღო და მივუტანეო ბაჭის ფეხი და ისა რა ქვია იმას წვერს ასრუტივით მოწუწნავ და გადაყლაპაო. მე არ ვიცი ხა ადამიანს გადაყლაპავს თუ ჭამს თუ ღეჭავს თუ რაც უშვება, მაგრამ ფაქტია რომ ჭამს. დიახ, თლიან ადამიანს ხლაპავს. თუ ჭამს თუ რაც ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ის მცველი მას როცა გაიხვიდებს გამოდგება საკვებად. დიახ, ეს საშინელებაა, მაგრამ თქვენ ახლა ჩვენ მე ხარ არ ვყავს აზროხაც კათამის სოფელში არ ვცხოვრობ. წამოიდგინეთ ძროხას ვუბრით ისა ნერსებს უკეთებთ, ალბათ რო გახდება. თუ დაგჭირდა ან ცოცხლად ყიდით, ან დასაკლავად ყიდით, ან ჩვენ გვაქვთ. და ჭამთ. რა გიყვეთ? ზოგ ქვეყნებში სადაც ტომებია ჯერ კიდევ არა ცივილიზაცია მისული, არის ისეთი ტომები აფრიკაში. როდესაც ოჯახის წევრი მოხდება, უმეტეს შემთხვევაში ხდება ცოლები. მაგ ცოლებს არ მარხავენ. ცოლს ჭამს მთელი ოჯახი, შვილები ქმრით და შვილებიდან ნაცნობი ჩათვლით. და შვილებსაც ბევრს არჩენენ, შობენ და რატო? იმიტომ რომ სულ იგივე ჭამა ბეზრდებათ, ხო და თავის შვილებს ჭამენ. ოღონდ ცუდად არ გახდეთ. ეს არის რეალური ცხოვრება. სხვა ვიღოთ. ტიბეტში არის ისეთი ტომი, ერთ-ერთი ტომს ვერ დაარქმევ, ერთ-ერთი სოფელი, სადაც ქალებს სჭრიან ცალ ფეხს. რატომ? თუ ქალი თანახმა გათხოვდეს, თავისი მომავალი ქმარი და თავისი მამა თან აქ არ კეთდება ნარკოზის ქვეშ. პირდაპირ ბარძახის, შუა ბარძახის ადგილას ნაჯახით უჭრიან ამ ფეხს. ინტერნეტში მოვუსმინე მე ამ ინფორმაციას. არა, სნიგურაჩკაზე არა. რომ თავის ცოლს და შვილებს ჭამენ აფრიკაში. აფრიკის ერთ-ერთ რაიონში. არა, მე უბრალოდ და ეს ამ ფეხს შემდეგ კიდებენ. და ნენელა ჭამენ ამ სარდულოს ფეხს. თითქმის იმ სოფელში ყველა ქალი ცალი ფეხი დადის. დიახ. ასევე არ ვიცი რა ტერიტორია, ჩინეთია თუ რა, ეს წვრილთვალები ხალხია. აქვენ წესი კაცებს, ოღონდ უღე კაცებს აჭრიან ხელებს, ხო, ყველა კაცი
ვისაც მოყავს ცოლი, ცოლის გამო სჭრიან ხელებს. აი, იდაყვამდე. ეს იდაყვამდენ და გონი ხორცად ჭამენ, თუ აცდები. ახახან მაპატიეთ აკრობ სვამ ასეთ ამბებს. ახახან ამ დღეებში აუ რომელი ქვეყნის პრეზიდენტი იყო? თურმე ადამიანის ხორცს ჭამდა. შვილებს არ ეხებოდა, მაგრამ ყავდა მას ბევრი ცოლი. იმდენი შვილები და შვილიშვილები ყავს, ბავშვებს არ ეხებოდა, მაგრამ ცოლებს ჭამდა. და იმ ქვეყნის, არ მახსოვს ქვეყანა, იმ ქვეყნის გამარჯვებული სილამაზის კონკურსში. ისიც ჭამა. ხო. და საბჭოთა კავშირის დროს ის იყო ჩასული რუსეთში. ამ ხორცს, ადამიანის ხორცს აკონსერვებდა და სადმე თუ მიდიოდა, თან ეს ხორცი მიქონდა, თავისი საკვები მიქონდა. და საბჭოთა კავშირში ჩავიდა ის თავისი ხორცით, ადამიანის ხორცით, მაგრამ მაშინ არ იცოდნენ თუ ეს რა ხორცი იყო, რაღაც უცნაური ხორცი ჩამოიტანაო თან, წერდნენ. რა გიკვირთ? ყველაზე დიდი მხეცი ვართ ადამიანები. დაიწყებთ ახლა, ვინმე დაიწყებს იმაზე საუბარს, რომ ეს როგორ შეიძლება და ეგი. კი ბატონო, ქალბატონებო, თქვენ რომ აბორტებს იკეთებთ და თქვენ შვილს თქვენი საკუთარი ხელით უსწრაფებთ სიცოცხლეს. ეს თუ არის ადამიანობა? ხო, თქვენ ის არ გინახიათ. თქვენ ის ხელში არ დაგიკავებიათ, მაგრამ ის ხომ თქვენ მუცელშია. ცოცხალის სული, ჩადგმული სული. ნაყოფი. ნაყოფს მე საერთოდ მოსამფარებული და გავდიოდი პრაქტიკას იქ, სადაც სწავლობდი. და პრაქტიკას შევესწარი, სხვადასხვა ადგილებში გავდიოდი პრაქტიკას და ერთხელ პრაქტიკა მქონდა გინეკოლოგიაში. ექიმის კაბინეტში, სადაც ექიმი აკეთებდა აბორტს. უკეთებდა აბორტს. ყავდა პაციენტები. და მე არ ვიცოდი, მე საერთოდ არ ვარ გათხოვილი, არ ყოფილი ვარ გათხოვილი, არასოდეს არ დაუჯახებულ ვარ. არც არანაირი განზე კონტაქტები მქონია, იმიტომ რომ მე მასე რაღაცები არ მიყვარს და უბრალოდ მასე რაღაცების მე არ წავს. ბოიფრენდების და გოლფრენდების. კაცები აბრიყოთ ქალებს. ბიჭები აბრიყოთ გოგოებს. რა გოლფრენდი, რა ბოიფრენდი. ვისაც ატყუებთ. ეს ყველაფერი, ეს აგიტაცია ყველაფერი ტარდება იმისთვის, რომ ხალხმა იგულაოს და თავისი სიცოცხლე დაიმოკლონ ამის ხარჯზე. ამიტომ გეთდება ეს ყველაფერი. კაი, ამ თემას არ შევეხები და ახალგაზრდა გოგონა მოვიდა, ვიღაცამ შეაცწინა და დაურსულდა პირველი ერთი ორი კვირა. მაპატით ახლა მას უყვები. არის აპარატი, რომელიც სრუტავს ნაყოფს. სრუტავს წვერს სასრუტივით. ვიტყვი ახლა მე რა ვნახე ჩემი თვალებით. გამოვიდა სისხლიანი მასა. თქვენ ხა წამოიგინეთ, ცოცხალი არსება. ის რა ტკივილ სიგრძნოდ დაიქს. წამოიგინეთ, ეს ყველაფერი თითქოს მიასურუკაშიაო ნაყოფი გავლილი. ისეთი წამოვიდა სისხლიანი მასა. და ქალი, რომელიც აბორტს გაიკეთებს, მერე იმ ქალმა როგორ უნდა თქვას, სხვა რაღაცაზე, რა საშინელება. როდესაც საშინელებას უკეთეთ თქვენ შვილებს თქვენ. არა, მე არავის არ ვსჭი. უბრალოდ, ვინც ახლა იტყვის ამ არსებაზე, ის არსება უნდა მოეკლავო.
მე არავის არ ხვდი. სხვათა შორის დღეს ახალი ამბავი გავიგე. თურმე ხო ახლა ცოტა იქ დარჩენილი ეს მალე დამთავრდება. კი დრო მაქვს ჯერ კიდევ. და ხო არა მე ზევით რო ვიყურებ იქ საათია. საათს მაჩვენებს თუ რამდენი წუთია დარჩენილი ვიდეოს უბრალოდ რამდენი წუთია გავლილი ვიდეოს ხანძრივობის და დღეს მე გავიგე ახალი ამბავი თურმე რატომ შემოიტანეს მოხარებაში ბეჭდები უბრალოდ ბეჭდები არა ოქროს ბეჭდები და თავიდან ეს ბეჭდები რა როლს ასრულებდა თურმე აკლემს რომ მეტი არ დაორსულდეს საშოში უგდებენ ქვას და ის მეტი არ ორსულდება ასევე ქალებს ადრე ხო მამაკაცებს ხომ არ უნდათ მაგალითად ბევრი შვილი ხო სად იყო მაშინ აბორტობა და ეს შემოიტანეს ბეჭდები ბეჭდებს უკეთებდნენ მხოლოდ ქალებს და თურმე რა ფუნქცია ჰქონდა თავიდან ბეჭდებს ბეჭდები საქორწინო ბეჭდები ეკეთებდნენ მხოლოდ ქალებს კაცები არ იკეთებდნენ როდესაც ხო რადგან როდესაც ქალი თხოვდებოდა ეს ნიშნავდა რომ მამაკაცი დგებოდა ეს ბეჭედი ამ ბეჭედს რო უკეთებდნენ ეს ნიშნავდა რომ მამაკაცი დგებოდა მისი შობადობის მაკონტროლებლად გაგიკვირდებათ ახლა რასაც გეტყვით ხო ბეჭდის ზომა საერთოდ ბეჭედს იკეთებენ ამ თითზე ამ თითის ზომა ბეჭდის ზომა შეესაბამება საშვილოსნოს ყელის ზომას ჩვეულებრივ მდგომარეობაში როცა არის და როდესაც ქმარი ჩათვლიდა საჭიროდ რომ საკმარისია ბავშვების შობადობის რაოდენობა ის უძახდა ბებია ქალს მაშინ სად იყო ეს აკუშერკა ეს ის და მასაც ცოლის ხელიდან ხსნიდა ამ ბეჭედს კიდევ ვამბობ რომ ბეჭდები კეთდებოდა ოქროსაგან რომ არ დაჟანგულიყო საშოში ოქრო ხომ არ ჟანგდება ოქროსგან არავინ მოწამლულა ჯერ ოქროზე ალერგია არავის არ აქვს ოქრო სულთა არა რაღაც ნარევით შესაბამისად ოქრო არის ყველაზე ის მეტალი რომელიც არ ჟანგდება და ამ ბებიას როდესაც მოიწვევდა ქმარი და არ უნდა მეტი შობადობა მიცემდა მოხსნიდა ცოლის თითიდან ბეჭედს მიცემდა ამ ბებიას და ეტყოდა ჩაუდეს საშოში საშვილოსნოში დიახ და ახლა რომ ხმარობენ დასაცავ სპირალებს რომ არის გავრცელებული რომელსაც უდებენ ქალს საშოში არა საშვილოსნოში მაშინ ის ბეჭედი ასრულებდა ამ სპირალის როლს ის ოქროს ბეჭედი შემდეგ ოქროს ბეჭედი დარჩა ტრადიციაში შემდეგ ამ ოქროს ბეჭედს სხვა ფუნქციები მიანიჭეს ოქროს ბეჭედს იკეთებს ახლა მამაკაციც და რატოღაც თანამედროვე ხალხს გონიათ რომ თუ ბეჭედი გიკეთია ესე იგი დაოჯახებული ხარ და სად იყო ადრე მაგალითად ზაქსები არ იყო ადრე ზაქსები შენ უბრალოდ სახალხოდ ჩაგთლიდნენ დაქორწინებულად და всё თურმე არ ყოფილა საჭირო ხელის მოწერა ის თავრობამ შემოიტანა ეს რომ ფული გაეკეთებია ამით რადგან ზოგი დოკუმენტაცია ითხოვს დაქორწინებას და
ადრე საერთოდ ახლაც ხდება ეს სულ პერიოდებში უნდა აერჩიო ერთი პარტნიორი სიკვდილის ბოლომდე. ქალი იქნები თუ კაცი იქნები, შენ უნდა აერჩიო ერთი პარტნიორი სიკვდილის ბოლომდე. თუ დღეს მოდაშია ორჯერ სამჯერ დაოჯახება, ზოგი 5ჯერ, 6ჯერ, 7ჯერ, 9ჯერაც ოჯახდება. კანონიერი გზით, ეგრეთ წოდებული კანონიერი გზითაც. მაგალითად მე ვიცი ტელევიზორში მინახე ერთი ქალი, რომელიც კანონიერი გზით იყო დაოჯახებული 9ჯერ. მე ხომ არ მივშუმრუშიაო, მე კანონიერი გზით გავთხოვდი 9ჯერ. მნიშვნელობა რა აქვს შენ კანონიერი გზით გათხოვდი, არა კანონიერი გზით. ეს აგიტაცია რომ ქალს უნდა ყავდეს პარტნიორი, კაცს უნდა ყავდეს პარტნიორსა, ეს არის ჩვენი იმუნური სისტემის ჯანმრთელობის დასაქვეითებლად. მარტო აქ არა პრობლემა. თურმე როდესაც შენ იცლი პარტნიორებს, შენი პარტნიორის კარმის ნაწილი გადმოგავს შენ თავზე. დიახ, თქვენ მხოლოდ პარტნიორებს კი არ იცლით და ამ სიამოვნების საფასურად თქვენ თავზე იღებთ იმ პარტნიორის ნახევრის კარმის ნახევარს, რომელთანაც თქვენ გაქვთ ან გქონდათ ურთიერთობა. და წარმოიდგინეთ ახლა თქვენ, გინდათ კაცი იყოთ, გინდათ ქალი. რამდენ პარტნიორს გამოიცვლით, იმდენი პარტნიორის კარმის ნახევარი თქვენზე რომ გადმოვა, თქვენი კარმა კიდე დამატებული, როგორ დამძიმდება თქვენი სულიერი სხეულები და თქვენი სულის მდგომარეობა. ხო, მართლები ხართ იტყვით რომ ჰორმონები. კი, ქიმია ისედაც ხდება ორგანიზმში. გინდა შენ ეს არ გინდა. ესე იგი, ადამიანები მარტო ფიზიკურად კი არ ენადგურებენ თავს, ისინი თავის სულსაც ინადგურებენ, კარგავენ. ზოგჯერ, მაგალითად ხომ ადამიანს აქვს ფიზიკური სულის გარდა 7 ფენა სულიერი სხეული, ხო, წული სხეული. ზოგი ადამიანი კარგავს ამ ზოგ სხეულს და სიბერეში მხოლოდ 4 სხეული რჩება. დიახ. კიდევ ამბობ, ეს აგიტაცია ტარდებოდა იმისთვის, რომ ადამიანებმა მხოლოდ ფიზიკურ სიამოვნებაზე იფიქრონ, ფულზე, ღვინოსზე და ქალებზე. არა, სხვანაირად არ გამიგოთ, მე არავის კვას არ ვასწავლი, ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც მას სურს. არავის არ აქვს უფლება ვინმეს რამე აუგზავნოს. არა, მე უბრალოდ თქვენ გიყვებით თუ რა შედეგი მოყვება ამას ყველაფერს და ვისაც როგორც გინდათ ისე იცხოვრეთ. რაც გინდათ ის გააკეთეთ, თუ გინდათ 1000 აბორტი გაიკეთებიათ, მაგრამ მე უბრალოდ თქვენ გეუბნებით თუ მაშინ არ უნდა გაიშვირო ხელი, რადგან დაწყობილი ცხოვრება დღეს არსად არ არის. ყველგან რაღაც ხდება. თქვენ აგონიათ, ის ფიზიკურად არ გულაობს, არაშავებს მაინც. როგორ არაშავებს, ჩვენ აზრებში არასავალდებულო იგულაო რომ დააშავო. მაგალითად ჩვენ აზრებში ვინმეზე ხარ გაბრაზებული, წევრი მაგას ან მის რაღაცის სიკვდილი გინდა, ან დაუშვათ ვიღაცას დასცინი, ან მრავალი აზრი შეიძლება მოვიდეს ისეთი, რაც არ უნდა მოვიდეს. ხო? ვინმეს რო ქონდეს, კი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც კითხულობენ სხვის აზრებს. წამოიდგინეთ ახლა თქვენ რომ შეგეძლოთ სხვისი აზრების წაკითხვა, რომ გქონდეთ ტელეპათიის უნარი. ალბათ მე მაგაშად გავგიშდებოდი, იმიტომ რომ ადამიანის თავში ისეთი აზრები ტრიალებს, გარეგნულად შეიძლება არ ჩანდეს, გარეგნულად შეიძლება წესრიგად გამოიყურებოდეს, მაგრამ
ფიქრებში ცოდავდეს. ვინმე იტყვის? აღიარებს ამას ასეგურელი არა, მაგრამ გარედან ჩვენ ვინც გვიყურებს იმ წვრილი სამყაროდან, ვინც გვიყურებს, გვისმენს ჩვენი საუბარი ისმის, აბა ჩვენი აზრები, გაფიქრება კიდე ისმის იქა. კი, მაგათ ესმით. ისმის ყველაფერი. ხო? ამიტომ გეუბნებით. მაგალითი ავიღოთ. ახლა მე შევტოვებ რა ჯერ არად მაქვს დამთავრებული ვიდეო. თუ მაგალითად ბოდიში და არ დაიცავით სისუფთავე, ხომ აკროვდებით? ასე ჩვენი აზრები. ჩვენ სულელად აკროვდებით, თუ ჩვენ ცუდი აზრებს გავყევით. მაგრამ აი თქვენ, როდესაც მაგალითად გინდათ გაქვთ შეგრძნება, ძალიან გინდათ ვიღაცას უკმინოთ. უბრალოდ ნერვებს გიშლით ის ადამიანი და გინდათ მას უკმინოთ, ხო? და თქვენ უკმეთ მას. თქვენ შემსუბუქებას არ იგრძნოთ მაინც. ეს თქვენ დაგაგრძებათ. მაგრამ თქვენ თუ გინდათ იმ ადამიანის კმენა, მაგრამ იტყვით, არა, მე მაგას არ უკმენ. თუ მე შემეხო, კი, უპასუხებ, მაგრამ იმისთვის ჯინს ვერ ავუხებ, რომ ის არ მოვწონს მე. ამ დროს თქვენ იგრძნობთ რაღაც ამაღლებას. არა, ბოდიშიც გიხდით. არა, სხვანაირად არ გაიფიქროთ. მე უბრალოდ მაგალითი მომყავს. აი თქვენ თავზე კი, როგორ არა, მე არ ბრასდები გონიათ? რომც არ გინდოდეს გაბრაზება, ზოგჯერ ისეთ სიტუაციაში ჩაგაგდებენ, გინდა არ გინდა, ბღაველს დაიწყებ, მაგრამ მე ამას ვერ ვცვი. ხოლო ის არ ცდება, ვინც არაფერს აკეთებს. როდესაც შენ ცდილობ, კი, შენ უშუალოდ შეცდომებს, კი. მე მაგალითად ვიტყვი ხანდახან, არა მე არ მევქცე მაგას ყურადღებას, მაგრამ ზოგჯერ მინდა გავლამცხო. რაღაცა მიზეზებიდან გამომდინარე მართალი ვარ, მაგრამ რა აზრი აქვს? აზრი არ აქვს, ხო? აზრი არ აქვს მაგალითად ადამიანი რომ გალამცხო, რომ გალახო, რომ წემო, მაინც იმავეს იზამს. და მე დამაგდება. აბა რა, როდესაც თქვენ გინდა არ გინდა, აი ქიმიაო რომ ამბობთ ჰორმონები, გინდა არ გინდა, როდესაც მაგალითად გულს გატკენს ვინმე, თავისთავად იწყება ქიმიური რეაქცია, ყველას ეწყება. მაგრამ აი სანამ ის ამოიფრქვა და აფეთქება, მანამდე უნდა ჩააქროთ ცეცხლი და ცეცხლს რით აქრობენ? თქვენ თუ თქვენ გულში დანთებულ ცეცხლს კიდევ საწვავს დაამატებთ, თქვენი ცეცხლი არ ჩაგიქრებათ, პირიქით კოცონში გადაიქცევა ხანძარში. მაგრამ თქვენ თუ წყალს დაასხამთ, წყალი ყველაფრის სამალია. თუ წყალს დაასხამთ თქვენ გულის ცეცხლს, ხელად ისე შემსუბუქებას იგრძნობთ, ვიცი მე ძალიან რთულია ემოციების მოტოქვა. მე ეს ჩემ თავზე ბევრჯერ გამოცდილი მაქვს ბევრჯერ. მე არ ვატყუნებ მახავს, ძალიან რთულია ემოციების მოტოქვა. ძალიან რთულია. არ მოპიულია მეთქი. მე ვიჭერს ხოლმე ხანდახან, მაგრამ თავს ხო ვატანე, იმიტომ რომ მე დამაგდება. კარგით, მოდით ახლა დავამთავროთ ეს ვიდეო, კიდევ დარჩა იქ რამდენიმე. და როდესაცო მე ის ბაჭის კვერცხი ჩაუდეო მას პირში, იმიტომ ახტაო მაგი. მაგრამ ბაჭის ფეხი რო ვაჭამეო, ისის ცოტა იყო, არ იყო. დიდხანს არ იყო ის ენერგია, რაც მას მოუტანაო ბაჭის ფეხმა. მეო ავურიო ამ არსებას მისი ბიოლოგიური საათები. იმ ბაჭის ფეხით რო ვაჭამეო. დროებით ავურიეო. და როდესაც ის გამოვარდაო გარეთ, ზამთარი ხო არ იყო და ის მაგრამ აპარატები რა იყო, რომ მისი თავი ჩაიცვაო თოვლში და იმაში თოვლი არ იყო გარეთ, ზამთარი არ იდგაო და ამ სიბრაზისგან ცოლობდაო მაგ თოვლის გუნდებს. და ის იმიტომ დაეცაო, რომ ეს მინიმალური ენერგიის მარაგი, რომელიც მას მოუტანაო ბაჭის ფეხმა, გათავდაო.
არ იყო მეტი ენერგია. და როდესაც დგებაო ზამთარი დგება სიცივე, მოდისო თოვლი, ის ჭამსო თავის დამცველს. და მცველად მიდიანო, როგორც მგითხარით, თავისი ნებით. და ეტყობა ეს ბებიაც თავისი ნებით დაუდგა მცველად და დონორად ამ არსებას. და ეს არსება ითხოვსო ადამიანებისგან, რომ მაგის გარეგნობის ქალის თოვლი მიახლოებით მაინც მოძერწონ. ამას ითხოვსო ადამიანებისგან. და სოფლის თავში დადგან უნდა მისი მოძერწილი თოვლისგან მოძერწილი ძეგლი. ხო, და კიდევ რა ხდებაო აქ? მხოლოდ მისი ძეგლის ძერწვას არ ითხოვსო. ყოველ წელს ხალხმა უნდა გამოყოსო ვინმე ერთი ადამიანი, რომელიც თავისი ნებით შემდეგ ზამთრამდე დაუდგება ამ არსებას. და ხალხი იძულებულია დატოვონო სოფელი. თუ სოფელში დარჩებიანო, ყოველ წელს იძულებული არიანო გამოყოთ თითო ადამიანი ცოლის როლში. ხო. და ეს ადამიანი შემდეგ, როდესაც აცივდება, შეჭმული იქნება ამ არსების მიერ. და მე ამ არსებას ველაპარაკებოდიო ტელეპათიურად, აზრებით. ტელეპათიურად არა, აზრებით. და რადგან ის არ გაქრაო, ესე იგი მე მომისმინაო, რასაც ვეუბნებოდიო. მისი პირი არ მოძრაობსო, არანაირი რეაქცია ემოციური სახეზე არ აწერიაო. უბრალოდ მისი თვალები მე მიყურებენო, მე კი ჩიში არ ამაქვსო. მე მას ჩემი ფიქრებით გადავეციო ის, რომ მე მიდაო სურვილი მაქვსო ვნახო სოფლები, რომლებიც სადაც შენი ძეგლი დგასო. მე არაფრის იმედი არ მქონდაო, რასაკვირველია. მე უბრალოდ იმის იმედი მქონდაო, რომ ცოტახანი ტყეში ვიქნებოდიო და დავტკბოდიო მაგის ყურებით. მაგრამ მე არ ველოდებოდიო იმას, თუ ის რას იზამდაო. მან გაშალაო თავისი თოვლის ქურთუგი, იმ თოვლის ქურთუგის ერთი მხარე გაშალაო, მაგრამ მისი სხეულს მე არ ვხედავდიო, რადგან სხეულის თოვლით იყო დაფარული. მან გაშალაო ქურთუგის ერთი მხარე, თოვლის ქურთუგის ერთი მხარე, მე შემომახვიაო და ამიტაცაო. მე მისკენ აღმოჩდიო ზურგით, სახით კი განზე ვიყურებოდიო. მან მე შემომახვიაო ხელი თავისი იმ თოვლის ქურთუგიანად და ჩვენ დავიწყეთო გადაადგილება. ფეხებით კი არ დადიოდა, ცურავდა გედივით ის და ალიონა მასთან ერთად ცურავდა დედამიწის ზედაპირზე. თითქოს ცურავდაო. შიგ ძალიან თბილოდა. ქურთუგის შიგ. ხო, ასე ჩვენ გავიარეთო რამდენიმე დღე. მე ფეხებით მიწას ავზნობდიო, ჩვენო თითქოს მივცურავდითო მიწის ზედაპირზე და მე ვხედავ სოფლებსო. და მე ვნახეო მარჯვნივ სოფლის შესასვლელთან იდგაო სნეგურეჩკა, მოძერწილი თოვლისგან სნეგურეჩკა. ის უცებ უხვევს მარცხნივ და ჩვენ გავაგრძელეთ გზა. ასფალტირებული გზა გავიარეთ, კიდევ გავიარეთ ტყე და შემდეგ სოფელი ვნახეთ. იქაც სნეგურეჩკას ფიგურა იდგა, ჩვენ გავიარეთ 8 სოფელი და ყველგან იდგა ეს თოვლისქალის ძეგლი. და რატომა ჩვენა მან ეს ყველაფერი ეტყობა, მას ჩემი ეშინოდა. მას ეშინოდა ჩემი ვერცხლის ჯოხის. შემდეგ მან გამიშვა. როდესაც ჩვენ მერვე სოფელს მივახლოვდით, მას ხედავდნენ. ხალხი ხედავდა მას, რადგან ხალხი ხელს იშურდნენ მისკენ. და ალბათ ჩემ თავსაც ნახავნენო. და ამ მერვე სოფლის ბოლოს ტყეში მან მე გამიშვა. და გაქრა. მე არ ვიცოდი სად ვიყავი, როგორ უნდა დაბრუნებოდიო უკან. მე მივეყდენი ხეს, ჩავჯექი თოვლში. ამ ეიფორიაში ვიჯექი სადღაც 1 საათი. შემდეგ შემცივდაო
დავსველდიო სოფლების შორსა, არც კი ვიცი სადაც სოფელი. მე არ ვიციო რომ მხარეს წავიდეო. მე მას დავუძახიო რამდენჯერმე ნიქს ვილგო. მე თვითონ ცადე გამოსვლა. წავედი, მაგრამ სად მივდივარ არ ვიციო. კარგი, მე არ გავაგრძელებ. მე მხოლოდ მაინტერესებდა თქვენთვის ამ თოვლის ქალზე მომეყოლა. იქ კიდე არის, ეს კიდე ცოტახანი არ დამთავრდება. იქ კიდევ არის ის მოყვება რომ ჩავიდა თავის ქალაქში, გზაზე გამოვიდა, დაიჭირა, ის გამოვა ტყიდან, გამოვა გზაზე, იქ დაიჭერს მანქანას, რომელსაც გადაუხდის ფულს, ჩააყვანინებს თავს ომსკამდე, შემდეგ იქ დაისვენებს რამდენიმე დღე და შემდეგ მოუყვება თავის კლანს, თუ რა გადახდა. всё, ამით დამთავრდება და მეც ახლა ამით დავამთავრებ. მადლობა ყურადღებისთვის.